ქუთაისში 2 მაისს გვირილობა ქუთაის ქალაქელობა აღინიშნა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა მიმდინარეობდა. მოეწყო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები. დილიდან ზეიმი ბაგრატის ტაძარში დაიწყო, სადაც მეუფე იოანემ მრევლი დალოცა და დღესასწაული მიულოცა. ყველაზე მეტად ერთირდება ერთობა. ერთობა მშვიდობით, სიყვარულით, თანადგომით, ერთმანეთის პატივისცემით. და აი ერთ-ერთი ამის ფორმა თუ სიმბოლო არის დღევანდელი დღესასწაული. გვირილობა ეს ქუთაისის ერთობის არის, სიყვარულის არის და ჩვენი პატრიარქი აზგასენებული დიდი მეუფე სხვადასხვა საქმეებთან ქართველნო ერთად ღვთისაკენ. და ღვთისაკენ ნიშნავს რომ სიყვარულით, რწმენით, მშვიდობით და აი გვირილობოთ ერთ-ერთი გამოხატულება ამისა, ასე რომ ყველა ფორმა რომელიც ერთობის მოუტოდებს, მშვიდობით და სიყვარულით, რწმენით, თანადგომით, ყველა არის სასიკეთო ჩვენთვის. ულოცავ ქუთაისს. მოსაყვარლეს ქალაქს ქუთაისს ულოცავ ამ ლამაზ დღესასწაულს, გვირილობას და ამ დღესასწაულს შევუერთდით მე-9 საჯარო სკოლა, 51 საჯარო სკოლა და მეორე საჯარო სკოლა. პროექტით მე შენ წიგნი და სამყარო. მე ჩვენ და ჩვენი მოსწავლეები უერთდებით ქუთაისის ამ ლამაზ დღეს და ყველა ქუთათურს ულოცავთ გვირილობას. საქართველოს ადიდებლად იდღეგრძელე ქუთაისო. Iau mamitața da am surneli barisa შენს გელაც თეთრი მტრედივით გულის ფიცარზე დავისვამ ძველი კალხეთის დიდებავ ჩემო მადლო და მირონო ცამ გულის კარი გამიხსნა შენ რაღაც სიტყვირიონო იებს გავიბნევთ მაში და ძველქვებში ჩავიღიმილებ შენს ნანას ვენაცვალები შენი ქართული ჭირინე მარიამ ყვავილები გამოაჩინე გილოცავთ ქუთაის ქალაქობას. თითოეულ ქუთაისელს გისურვებთ, რომ ეს დღე ყოფილიყოს თქვენთვის ძალიან დასამახსოვრებელი და სახარისო. რომ უფრო თანამედროვე გახდეს და უფრო მეტი შესაძლებლობა გქონდეს ახალგაზრდა თაობას. ქალაქს უსურვებდი მართლა ვეთანხმებარვარის უფრო გაახალგაზრდავებას და უფრო მეტი ატრაქციონების და უფრო მეტი გასართობი ადგილების დამატებას, ასევე საჭმელებიც კარგი იქნებოდა. ყველას გილოცავთ ქუთაისელს დღევანდელ დღეს. ყოფილიყოს ეს ჩვენ ყოველთვის ყველა გაგებით და გაგადებით. ყოველი ქუთაისელი ასე ყოფილა და არ მოშინყოთ ასეთი აი დღესასწაული. და ეს არის ბრწყინვალე ნაბიჯად თქვა და ქუთაისის ესე იგი მშვენება. ეს ახალგაზრდები ხეინოვე დღეს და კარგი დღეა და გილოცავთ და მრავალსა ეს არის. ქალაქის ცენტრალურ ბულვარში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა შემეცნებითი ინოვაციური სივრცე უნივერსიტი. პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქუთაისის მერიის თანამშრომლობის შედეგია. აღნიშნულ სივრცეში ციფრული უნარების ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად აქტიურად წარიმართება კულტურული, სოციალური, შემეცნებითი ღონისძიებები. გარემო ასევე დაეთმობა ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებულ სპეციალურ სერვისებს, დასასვენებელ ზონებსა და სივრცეებს საქმიანი შეხვედრებისთვის. ულოცავ ქალაქ ქუთაისს და ყველა ქუთაისელს ამ შესანიშნავ დღეს გვირილობას, ქუთაისობას, მე ამ ქალაქს უსურვო წარმატება, განვითარება და ყველაფერი საუკეთესო რაც შეიძლება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ლამაზ ქალაქს უსურვო. რაც შეეხება ჩვენი შეკრების მიზეზს, ცენტრალურ სკვერში ქალაქში გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ოფისი, ეს არის მედიათეკა, რომელშიც თავს მოიყრის ახალგაზრდული ინიციატივები, ინოვაციური იდეები და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუკეთესო ტრადიციებში მოხდება ახალგაზრდებთან მუშაობა იმ მიზნით, რომ ქვეყნის განვითარებას მოხმარდეს ჩვენი პროგრესი და ჩვენი იდეები.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით დასავლეთ საქართველოში ინოვაციური პროექტებისთვის ხელშეწყობა. ჩემი აზრით ეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციური ჰაბი ხელს შეუწყობს ასეთი პროექტების განხორციელებას და ახალგაზრდებში STEM სფეროთი დაინტერესების ხელშეწყობას. მთელი ცხოვრება ქუთაისის მოფერებაში ვატარებ და ქუთაისის სიყვარულში. ეს არის ჩემი მშობლიური ქალაქი, სადაც ჩემი ოჯახის თაობებია დაბადებული, გაზრდილი და მეც მიამაყება, რომ ამ ქალაქის მკვიდრი ვარ და მინდა ჩემს ქუთაისლებს მიულოცო ორმაისობა, გვირილობა. ეს არის ყველაზე ლამაზი დღესასწაული, რაც კი გვაქვს, ასე მგონია. და მინდა ბედნიერება უსურვო, მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, წინსვლა, წარმატება თითოეულ ჩვენგანის ოჯახს, თითოეულ ჩვენი ქუთაისელის ოჯახს და მინდა რომ აუცილებლად ქუთაისი იყოს მუდამ ყველაზე ძველი ევროპული და ყველაზე ევროპული ქალაქი, ისეთი როგორიც დღეს არის ეს წარმატებული, ასეთი უნდა იყოს მუდამ. ყველა ქუთაისელს და ამ ქალაქის ყველა სტუმარს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე. საკმაოდ ლამაზია, ორგანიზატორებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, რომ დღეს განსაკუთრებულად არის ქალაქი მორთული და ეს ხალხის განწყობაზეც მოქმედებს, ბავშვების, სკოლის მოსწავლეების ფორმებზეც და ყველაფერზე და ძალიან ლამაზი განწყობაა და მინდა რომ სულად ესეთი განწყობა იყოს მთელ ქალაქში, მთელ საქართველოში და ძალიან ბედნიერი ღიმილით ახსოვსი ადამიანები ყოლდეს ჩვენს სამშობლოში. გილოცავთ ყველას, ულოცავთ ჩემ ქალაქს, ყველა მონაწილეს აბსოლუტურად. ქუთაისი გახლავთ დიდი ტრადიციების ქალაქი. ეს არის ქალაქი, სადაც არ არის კითხვის ნიშანი. უყვარხარ თუ არ უყვარხარ, აქ არის გადაწყვეტილება. ჩვენ თქვენ ყველანი გვიყვარხართ, სრულიად საქართველო. ქუთაისი სიყვარულის არის. ქუთაისი არის ის ქალაქი, რომელიც არ არის მარტო 3500-ის. ისტორიკოსებმა ძალიან კარგად იციან, მსოფლიო მიცის, რომ ხუთეულში შედის, რომ 4000 წელზე მეტია, მაგრამ ხალხის ურთიერთობები, რომელიც თითქოს რაღაცას ფიქრობენ, რომ ცოტა მინლავდა, მაგრამ რა წაახდენს ჩვენ მეგობრობას, რა წაახდენს ჩვენ ურთიერთობას და ყველაზე თავარი მე რომ მიყვარს ისე აი ქუთაისი დღესასწაული იქნება მაშინ როცა მე შენ ჩემ დას გეფერები და უკან რო შევრუნდები არ განგიკითხა. მე ავდგები და ბაგრატზე, აი თეატრი და ბაგრატი როგორი ტანდემი აქვს ქალაქს. უდიდეს უსაყვარლეს ქუთაისის დღესასწაულს ულოცავ ჩემ ქუთათურებს, ქუთაისელებს, ჩემ საქართველოს, თუნდაც მთელ მსოფლიოს რამე თუ უძველთა ძველესი ქალაქი აი ამ დღეშია. სიხარულია და გაგვიმრავლდეს სიხარული და მადლობა უფალს მარტო ქუთაისელები კი არ არიან ესეთი როგორც ჩვენ გვიყვარს დედასავით ქუთაის, არამედ ბევრს უყვარს არა ქუთაისელს და ღმერთმა ყველა დალოცოს და თქვენც დაგლოცო. დღეს მთავარ მოვლენას კი ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა უმასპინძლა, სადაც საპატიო ქუთაისელები გამოვლინდნენ. ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს გოჩა ბაკურაძეს. საკალათბურთო კლუბ ქუთაისი 2010-ის მთავარ მწვრთნელს კონსტანტინე ტუღუშს, გერმანიის ქალაქ ობერშტაინის ნევროლოგიის კლინიკის ექიმს მარტინ აიკეს, მეცენატსა და ქველმოქმედს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს დავით თვალთვაძეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საეკლესიო საავადმყოფო ქსენონის პედიატრიის სამსახურის ხელმძღვანელს, ზურაბ უბერს, გამოჩენილ ფეხბურთელს, ქუთაისის ტორპედოს ყოფილ ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელს რევას ძოძუაშვილს. ახლად არჩეულ საპატიო მოქალაქეებს ჯილდოები ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა გადასცა. პირველ რიგში ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან გამიხარდა ნამდვილად. დიდი აღიარებაა ჩემთვის, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს ამ ქალაქის მიმართ, თითოეული ქუთაისელის მიმართ და ეს აღიარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ბოლომდე რომ დაგავიწყდება სწორედ იმ ემოციებს განვიცდი ახლა და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გამომარჩია, ვინც ჩემი პატარა ძალიან
ძირეოდენი ის რაც გავაკეთე ამ ქალაქისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა და მადლობა ყველა სამაღიარების. დიდი ხანია უკვე ამ ქალაქში ვცხოვრობ, შეიძლება ითქვას და მეც ქუთაისელად მიმაჩნია ჩემი თავი. მინდა რომ ბედნიერი ხალხი ცხოვრობდეს ამ ქალაქში და წინსვლა და წარმატება უსურვო ქალაქს. გვირილობა 2026 გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ. ქუთაისიდან დანახულ ჩვენ საქართველოს გაუმან! ჩვენ! ვიყვარხარ, ძალიან ვიყვარხარ.